ირანის რეჟიმი კიდევ ერთ კრიზისულ ფაზაში შევიდა და ამის ყველაზე ძლიერი ნიშანი ერთდროულად ორ ფრონტზე ჩანს. ერთი მხრივ იზრდება ეკონომიკური ზეწოლა ირანის რევოლუციურ გვარდიაზე. მეორე მხრივ ლიბანში 10 დრიანი ცეცხლის შეწყვეტა უკვე უნდობლობის ფონზე იწყება. რადგან ჰეზბოლა თეირანთან დაკავშირებული მთავარი შეიარაღებული დაჯგუფება რეგიონში აშკარად აცხადებს, რომ არ მიიღებს ზავს, რომელიც ისრაელს ლიბანის ტერიტორიაზე თავისუფალი მოქმედების საშუალებას მისცემს. ამ პარასკევს 2026 წლის 17 აპრილს შექმნილი ვითარება პირდაპირია. ირანში ფინანსური მდგომარეობა მძიმდება, რეგიონული გავლენის ქსელი სუსტდება და დაძაბულობა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგზეა. ამიტომ რაც ხდება, მხოლოდ იზოლირებული სამხედრო პაუზა არ არის. ეს არის უფრო დიდი ბრძოლა ირანის რეჟიმის ფინანსური და პოლიტიკური რესურსებისთვის. რევოლუციური გვარდია დამოკიდებულია ფულზე, ნავთობის ექსპორტზე, პარალელურ სავაჭრო ქსელებზე და მოკავშირე ჯგუფების მხარდაჭერაზე, რათა შეინარჩუნოს თავისი ძალა ირანში და მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ, როდესაც ვაშინგტონი ამკაცრებს ნავთობის სექტორს და გადახდების სისტემას, დარტყმა მხოლოდ ეკონომიკაზე არ ვრცელდება. ის ურტყამს იმ აპარატის ხერხემას, რომელიც აფინანსებს სამხედრო ზეწოლას, პროპაგანდას და რეგიონულ გავლენას. ზუსტად ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ 15 აპრილს სანქციები დააწესა 2 ათეულსა და 4-ზე მეტ პირზე. კომპანიები და გემები, რომლებიც დაკავშირებულია ირანის ნავთობის უკანონო ტრანსპორტირების ქსელთან, ასევე ოქროს სქემა, რომელიც დაკავშირებულია ჰეზბოლასთან. ვინ არის ამ კრიზისის ცენტრში? ერთი მხრიდან დონალდ ტრამპი, მისი ეკონომიკური გუნდი და ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლის მანქანა. მეორე მხრიდან რევოლუციური გვარდია, რომელიც ირანის რეჟიმის სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური საყრდენია. ამ ყველაფრის გარშემო ჩნდება ჰეზბოლა, თეირანის შეიარაღებული მოკავშირე ლიბანში, ასევე ისრაელისა და ლიბანის მთავრობები, რომლებიც დროებით ზავს დათანხმდნენ, რომელიც ვაშინგტონის აქტიური მონაწილეობით იქნა მოლაპარაკებული. თვითონ თეთრი სახლიც აცხადებდა, რომ ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი იყო ირანის რეჟიმისთვის ხელის შეშლა, რომ არ გაეგრძელებინა ტერორისტული არმიების შეიარაღება, დაფინანსება და მართვა საკუთარი საზღვრების გარეთ. ეს დაგვეხმარება გავიგოთ, რატო არიან ირანი, ჰეზბოლა და ლიბანი ერთსა და იმავე სათამაშო დაფაზე. როგორ მუშაობს ეს ეკონომიკური ზეწოლა პრაქტიკაში, ზღვით და ფულით. როიტერის მიხედვით 13 აპრილს დაწყებულმა ბლოკადამ, რომელიც ირანის პორტებთან დაკავშირებულ ტრაფიკს ეხება, შეიძლება დღეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნავთობის გატანა შეაჩეროს, განსაკუთრებით ჩინეთის მიმართულებით. სააგენტოს მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ირანს შეუძლია რამდენიმე კვირა გაუძლოს, ან უფრო ფართო სცენარში მაქსიმუმ 2 თვე, სანამ იძულებული გახდება შეამციროს წარმოება. ეს ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს, უფრო მეტ ფინანსურ სირთულეს და მეტ პრობლემას რეჟიმის აპარატის შენახვაში. და ეს პატარა დეტალი არ არის. თავად შეერთებული შტატების ხაზინამ კაფიოდ აღნიშნა, რომ მიზანი სწორედ ის არალეგალური ნავთობის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურაა, რომელიც რეჟიმის ელიტას ინარჩუნებს. სად იფეთქებს ეს ყველაზე ძლიერად? ირანში, რადგან ზეწოლის ცენტრი ნავთობია და რეჟიმის ფინანსური გადარჩენა. ჰორმუზის სრუტეში, რადგან ენერგიის ტრანსპორტირების კრიზისი დაპირისპირების ცენტრალურ ნაწილად იქცა. და ლიბანში, რადგან ჰეზბოლამ აჩვენა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არც დანებებას ნიშნავს და არც მყარ მშვიდობას. Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 10 დრიანი ზავი დაიწყო, მაგრამ ისრაელი აცხადებს, რომ შეინარჩუნებს ჯარებს 10 კილომეტრიან უსაფრთხოების ზონაში ლიბანის სამხრეთში. Reuters-მა დააფიქსირა, რომ ჰეზბოლამ განაცხადა, ისრაელის ჯარების ყოფნა ლიბანის ტერიტორიაზე ლიბანელ ხალხს აძლევს წინააღმდეგობის უფლებას და რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა არ უნდა აძლევდეს ისრაელს თავისუფლად გადაადგილების უფლებას ლიბანში. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ზავი არსებობს, მაგრამ საფრთხე კვლავ რჩება. რატომ აწვება ეს ასე ძლიერ თეირანს? იმიტომ რომ ირანის რეჟიმი მხოლოდ ბომბებს ან დიპლომატიურ ზეწოლას არ ებრძვის, ის სტრუქტურულ გამოფიტვასაც განიცდის. როცა ნავთობის ფული ჩერდება, გარემოკავშირეების შენარჩუნების შესაძლებლობა სუსტდება. როცა ჰეზბოლა ასე რეაგირებს ცეცხლის შეწყვეტაზე, ის ასევე აჩვენებს, რომ ვერ ახერხებს შექმნის შთაბეჭდილება, რომ სიტუაციას სრულად აკონტროლებს. და როცა ისრაელი თანხმდება ზავის დადებას, ოკუპირებული ზონიდან გასვლის გარეშე და რეაგირების უფლებას ინარჩუნებს, ეს მკაცრი გზავნილია. აქ მთავარი დასკვნა ისაა, რომ ლიბანში ზავი არ აჩვენებს ირანის ღერძის ძალას. ეს აჩვენებს სისუსტეს, დაყოფას, იპერდაჯი მარჟი. რევოლუციური გვარდიის ეკონომიკური კოლაფსი აუცილებელი არ არის ერთდროულად, დრამატული განცხადებით გამოჩნდეს.
ის იწყება ექსპორტის შეზღუდვებით, ფინანსური წნეხით, არალეგალურ ქსელებზე ზეწოლით და საკუთარი რეგიონული დაჯგუფებების შენარჩუნების სირთულით. ამავე დროს, ჰეზბოლა უარყოფს ზავს იმ პირობებით, რაც მას თავს მოახვიეს, რადგან იცის, რომ ასეთ პირობებში ცეცხლის შეწყვეტა მის მდგომარეობას არ აგვარებს. უბრალოდ პრობლემა იყინება. დღეს ჩვენ ვხედავთ რეჟიმს, რომელიც გარედან წნეხის ქვეშაა, შიგნიდან დასუსტებულია და სულ უფრო მეტად დამოკიდებულია რიტორიკაზე, რათა დამალოს რეალური გავლენის დაკარგვა.